Am წუთებში ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან ბოკერია ბაქრაძე უგულავოს ფლანგის გასვლის შემდეგ საპასუხო პრესკონფერენციას მართავს ნიკა მელია. ბრიფინგს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მას შემდეგ რაც ნიკა მელია სიტყვით გამოვა პრესკონფერენციაში ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, მანამდე შეგახსენებთ, რომ პარტიის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილთან გამიჯვნის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ნაციონალური მოძრაობის უკვე ყოფილმა ლიდერებმა განცხადება დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისთან გააკეთეს. პოლიტიკურ აქტივობას ისინი ახალ პარტიაში გააგრძელებენ. ოპოზიციის წევრებს პრესკონფერენციაზე ყოფილმა თანაგუნდელებმა დღეს საკუთარი სიტყვის მნიშვნელოვანი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას დაუთმეს. ნოდარ ჩაჩუა განაგზობს თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში. ნოდარ, გაკეთა თუ არა დამატებითი განცხადებები მედიისთვის პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ? დიახასი უკვე გაკეთდა განცხადებები პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ და ისეთივე მწვავე იყო ის განცხადებები, რომელიც მაყურებელმა უკვე ნახა და რომელიც გააკეთეს სულ ცოტა ხნის წინ ეგრეთ წოდებულმა განდგომილებმა, გამიჯნულებმა, როგორც ესე უკვე შერაცხეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში საკუთარი უკვე შეიძლება ითქვას ყოფილი თანაპარტიელები. ამ წუთებში კი ნიკა მელია აკეთებს საპასუხო განცხადებას მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებული ბოკერია უგულავას გუნდმა დატოვეს პარტიის ცენტრალური ოფისი, თავად ლოკაციის ადგილი იგივეა, თუმცა ახლა უკვე ყოფილი თანაპარტიელები აღმოჩნდნენ პოლიტიკის ერთ და მეორე მხარეს, ისინი დაპირისპირებულები არიან და ერთმანეთს ადანაშაულებენ სწორედ კურსის ცვლილებაში, როგორც თავად აცხადებენ. ამ წუთებში ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში ის განცხადება, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მას შემდეგ და მის საპასუხოდ კეთდება, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უკვე ყოფილმა ლიდერებმა პარტია დატოვეს. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად არ ველოდი, რომ ამდენი ადამიანი აი კახეთის გზატკეცილზე ხა აქ არაორგანიზებულად მოხვიდოდით. ძალიან დიდი მადლობა. რა შეიძლება ითქვას დღესთან დაკავშირებით და უკანასკნელ პერიოდთან დაკავშირებით? როგორც ჩანს, დიდი ხნით ადრე ქონდა გადაწყვეტილება მიღებული ამ ჯგუფს, რომელმაც დღეს დატოვა ნაციონალური მოძრაობა, რა ფორმით და როგორ ამას დრო აჩვენებს. ვცემთ პატივს მათ აზრს, წამსვლელი წავიდა, უბრალოდ ძალიან მოულოდნელი იყო და გაყურებულები ვართ, რომ პირველი თავიანთი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი თავიანთი დრო დაუთმეს ნაციონალური მოძრაობისა და პრეზიდენტ სააკაშვილის ლანძღვასა და გინებას და მეტიც კიდევ უფრო გასაკვირი იყო, რომ მთელი თავიანთი დრო პირველივე თავიანთ ბრიფინგზე ივანიშვილის ტექსტით ისაუბრეს ნაციონალურ მოძრაობაზე. ეს კი ნამდვილად ძალიან სამწუხაროა. მაგრამ რა მოხდა მთავარი და რა არის ყველაზე მთავარი? ჩავარდა ივანიშვილის გეგმა, რომ ნაციონალური მოძრაობა დასუსტებულიყო და საუბარი საერთოდ ზედმეტია, რომ დაშლილიყო. თქვენ ხედავთ აი ამ ბუნებრივ ურთიერთობებს, აი ამ ბუნებრივ ემოციებს, რომელიც აი აქ ეხლა არის, მე ვხედავ, ხომ? და აი იმ ხელოვნურ მიზანსცენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე საათის წინ ნაციონალური მოძრაობის ოფისში. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს გვესაუბრებოდა ადამიანი, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა, გამოუშვა ივანიშვილმა და გაბრაზებული იყო სააკაშვილზე. ბუნებრივია, ძალიან მიჭირს მე ამ ადამიანის მიმართ კომენტარების გაკეთება, ბევრი მიზეზის და გამო, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა არ არის უბრალოდ პოლიტიკური გაერთიანება და პარტია. და ამიტომ მე თავს შევიკავებდი ბევრი რამისგან. ვინაიდან ძალიან ბევრი რამ ხელის გულზე დევს და საზოგადოება ხედავს და საზოგადოებას აქვს ანალიზის უნარი და მე დარწმუნებული ვარ ამ საზოგადოება დაინახა თუ რასთან გვაქვს საქმე. ნაციონალურ მოძრაობიდან წასულა ბევრი პოლიტიკოსი,
პოლიტიკოსთა ჯგუფი წასულა, მათ შორის უფრო ძიმეწონოსანი პოლიტიკოსები ვიდრე დღეს წავიდნენ, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობა კი არ დასუსტებულა, პირიქით გაძლიერებულა და რატომ ხდება ყოველთვის ასე, რომ ნაციონალურ მოძრაობიდან მიდიან და ნაციონალურ მოძრაობა პირიქით ძლიერდება? რატომ იცით მეგობრებო? ვინაიდან ნაციონალური მოძრაობა არ არის პერსონების მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება. ნაციონალური მოძრაობა არის ევროპული თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა. და ამ იდეას ბუნებრივია ვერც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერ დაამარცხებს, რაც არ უნდა ბევრი იყვნენ ისინი. ამიტომ ჩემო მეგობრებო, მთავარი რა მოხდა დღეს? ასევე დღეს დამთავრდა ნაციონალურ მოძრაობაში კარჩაკეტილობა, დამთავრდა ქედმაღლობა, დამთავრდა ნეპოტიზმი, დამთავრდა უგულებელყოფა საკუთარი ამორჩევლებისა და 20 იანვრიდან იწყება განახლებული ნაციონალური მოძრაობის ახალი გზა. ნაციონალური მოძრაობა გადავა ახალ ეტაპზე და მთავარი კიდევ რაც მოხდა დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ განიცადა, მე ვიტყოდი, მთავარი რა, მიიღო ახალი იმპულსი. ხალხმა თქვენ დაიბრუნეთ ნაციონალური მოძრაობა. ეს მოძრაობა არის თქვენი, ეს მოძრაობა არ არის არც სააკაშვილის, არც ცალკე აღებული 1, 2, 3 ან 4 პოლიტიკოსის. თქვენს გარეშე ეს მოძრაობა არ არსებობს და ეს შეცდომა დაუშვა ბევრმა პოლიტიკოსმა, რომელიც სხვადასხვა დროს იყო ნაციონალურ მოძრაობაში. მთავარი ძალა არის ნაციონალურ მოძრაობის ხალხი, ქართველი ერი და ძალიან მიხარია, რომ კარსმომდგარი არის მრავალათასიანი ყრილობა 20 იანვარს, სადაც ყველანი ერთად დავინახავთ თუ რა არის ხალხის ძალა და რას აპირებს ნაციონალურ მოძრაობა ამ ქვეყანაში მომდენო 4 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა. ეს იყო ნიკა მელიას განცხადება, საპასუხო განცხადება იმ ბრიფინგზე, რომელიც გააკეთეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უკვე ყოფილმა წევრებმა, სულ ცოტა ხნის წინ, ასევე ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებულ მოვლენებს პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა, როგორც მან აღნიშნა, ის ადამიანები, ის ლიდერები, რომლებმაც პარტია დატოვეს, ივანიშვილის თამაშს თამაშობენ და სწორედ ეს არის ხელისუფლების გეგმა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ჩამოშორებული ყოფილიყო თავად მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ეს გეგმა სააკაშვილის განცხადებით არ განხორციელდა. მან ასევე ისაუბრა გიგი უგულავასთან დაკავშირებითაც მის განცხადებაში და იგი ირაკლი ოქრუაშვილს შეადარა. ჩვენმა ხალხმა აჩვენა თავისი ძალა და არ დაუშვა ნაციონალური მოძრაობის ხელში ჩაგდებისა და ჩემი პარტიიდან გაშვების ივანიშვილისეული გეგმის განხორციელება. განდგომილების რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე. გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა. დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა. პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინაიდან მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა. მომავალში უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს მოტყუების შემთხვევაში უკან გაიხმოს დეპუტატი. ამ პარტიაში ვარ დღიდან დაფუძნების. დღიდან დაფუძნების. ზოგიერთებისგან განსხვავებით. ხდება ხოლმე ესეთები, ხდებოდა ხოლმე ესეთები. ხო გახსოვთ აი ვაშაძე, გირჩები. ამ განცხადებებამდე საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა ლიდერებმა. ერთ-ერთი მათგანისთვის ეს სიმწვავით გამოირჩეოდა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელმაც საკმაოდ მცლად ისაუბრა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და მან უწოდა პარტიის დამფუძნებელს უკვე წარსულის პოლიტიკოსი. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ეს განცხადებებიც. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ შეხედულებს არ იზიარებენ, ჩვენთან ერთად არ იქნებიან ფრაქციაში. ღევანდელი ამბავი არის გაყოფა, სამწუხარო ამბავი, გაყოფა ნაციონალურ მოძრაობის, მაგრამ კარგი ამბავი ის, რომ ამ გუნდში, რომელსაც მე წარმოვადგენ და რომლის წარმომადგენლები ჩემ გარშემო არიან, ჩემი აზრით არის ხალხი, რომელსაც შეუძლია, რომ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები გადაჭრას და დაამარცხოს ივანიშვილი, აქვს კომპეტენციაც, ხედვას და რწმენაც, რაც ამისთვის არის საჭირო. ერთი ფლანგი მიიჩნევს, რომ ლიდერი არის უპირობო და ყოველთვის მართალია,
და მასთან არ შეიძლება კამათი და მისგან განსხვავებული აზრის ქონა არის მისი დაკნინება და ეს არის გუნდი, სადაც არის ძალა ერთობაში, სადაც არის კონსენსუსზე დაფუძნებული, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული მართვა და თუ პარტია არ იქნება ამ პრინციპებზე დაფუძნებული, როგორ შეიძლება სახელმწიფო მართოს ძალამ, რომელსაც ეს კარგად არ აქვს გააზრებული, იმიტომ არჩევანი მარტივი იყო. თუმცა მე ბოლომდე ველოდი, რომ მიხეილ სააკაშვილი მაკონსოლიდირებელ ფუნქციას შეითავსებდა და გამოეხმაურებოდა დავით ბაგრატის და გიგი უგულავას ინიციატივებს, რომ შენარჩუნებული იყო ერთიანობა პარტიის. სამწუხაროდ ეს ისე არ მოხდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა უკვე ოფიციალურად დატოვეს პარტია, ჯერჯერობით უცნობია თავად ამ ადამიანების გეგმები, ისინი ჩამოაყალიბებენ რომელიმე პარტიასთან, შექმნიან რომელიმე კოალიციას უკვე მოქმედ პოლიტიკურ პარტიასთან თუ არა, რაც შეეხება თავად ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი ლიდერები კი ძირითად იმედებს 20 იანვრის ყრილობაზე ამყარებენ. მადლობა ნაციონალური მოძრაობის პარტიის ოფისიდან ნოდარ ჩაჩუა გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.